თუ ჩვენ სადმე გავყავს დაუშვათ ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხო ადამიანი. იქ ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან რისი ლობისტები. აი ყოველ მესამე ბავშვზე. რო იყოს რაღაცა წახალისება, რო არის უზარმაზარი მიწის ფონდი, რომელიც ეხა არ არის გამოყენება, შეიძლება იყოს რომ მესამე ბავშვზე რაღაცა სახელმწიფო მიწას გაძლევს. სხვა მუნიციპალიტეტებია, ხო? იქაც არის ეგეთი შესაძლებლობები. ზოგან შეიძლება ბინების ფონდი იყოს, ზოგან შეიძლება მიწის ფონდი იყოს, ზოგან რაღაცა ფინანსური დახმარება იყოს, ხო, ადგილობრივი პროგრამები. ასევე ადგილობრივების დასაქმების პროგრამები თუ არ გაჩნდა და თუ იქ ახალგაზრდა სადღაც კიდე შემორჩენილი რო არის, იმან თუ არ იცის, რომ თავისი მშობლიური მხარიდან აუცილებლად კი არ უნდა გაიქცეს, კაცო, იქ რაღაცა სახელმწიფო ცდილობს, რომ მისთვის იქ საარსებო სივრცე გამოინახოს, სამუშაო გამოინახოს, თუ რაღაცა არ იცის იმისი პროფესიული გადამზადების თემაში ჩადოს რაღაც ინიციატივა იყოს, ხო? ანუ ადგილობრივების დასაქმების პროგრამებზე უნდა იმუშაოს კიდე აუცილებლად მაგ ყველაფერმა და აი ამ დემოგრაფიული თემის მოგვარება შეიძლება მარტო აი ამ კომპლექსური მიდგომით. აი ხა სახელმწიფო დონეზე მაგალითად ჩვენ რომ მართველი პარტია ვიყოთ, არსებობს ძალიან კაი პრაქტიკა, როდესაც მესამე ბავშვზე აი რაღაცა 0%-იან კრედიტს აძლევ ოჯახს იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახლი იყიდოს.